დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი 11.6% მოიხმარს. ამ საკითხზე თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ დღეს მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გიორგი მაღრაძემ მოზარდებში თამბაქოს ნაწარმთა ხელმისაწვდომობაზე, ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საფრთხეებსა და თავის დანებების გზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით მოზარდებში თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით მეტი ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. თამბაქოს რომელიმე პროდუქტის მოხმარება მოზარდებში შეადგენს, მოსწავლეებში შეადგენს 14%, ვაჟებისთვის ეს არის 16.3% და გოგონების შემთხვევაში 11.2%. თამბაქოს რომელიმე პროდუქტში მოიაზრება ნებისმიერი პროდუქტი, გარდა ელექტრონული სიგარეტებისა. აქ შეიძლება შედიოდეს ჩვეულებრივი სიგარეტიც, გასახვევი თამბაქო ან თუთუნი ან ასე შემდეგ, ასევე გასახურებელი თამბაქო, ძირითადად ყველა ეს პროდუქტი. ხო, გარდა ელექტრონული სიგარეტებისა. ამ კუთხით კვლევა აჩვენებს გარკვეულ კლებას, მცირედს, თუმცა, მაგრამ მაინც გარკვეულ კლებას მოხმარებისა თამბაქოს პროდუქტების, რაც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არ არის იმდენად დიდი ეს კლება, დაახლოებით 1.9%-ის ფარგლებში არის კლება, როგორც სასურველი იქნებოდა მაგალითად და როგორც დაუშვათ შეიძლება მიგვეღწია ჩვენ უფრო მწყობრი და ესე ვთქვათ მიზანმიმართული ქმედებებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში 2018 წლიდან საკმაოდ დაიხვეწა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, გაცილებით უფრო კარგი ნორმები არის და ქმედითი ნორმებია ჩადებული ამ კანონმდებლობაში, თუმცა 2021-დან და განსაკუთრებით 22 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს ამ კანონმდებლობის ფაქტობრივად შესუსტება, ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდეს გარკვეული მიმართულებები, როგორიცაა მაგალითად გადასახადების ზრდა თამბაქოს პროდუქტებზე, რაც შეამცირებდა ხელმისაწვდომობას, ხო? პროდუქტებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ან როგორც არის მაგალითად მათი ხილვადობის მთლიანად დაფარვა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის შემცირება, დაუშვათ უფრო მეტი კონტროლი იმაზე, რომ არასრულწლოვანებს არ მიეყიდოთ და ასე შემდეგ, ხო? ნაცვლად ამისა პირიქით მიმდინარეობს ინტენსიური, ესე ვთქვათ, რეკლამირება აღნიშნული პროდუქტების და თან არასწორი და არასათანადო ინფორმაციის მიწოდება ჩვენი საზოგადოებისთვის. მაგალითად, თუნდაც აი იგივე თამბაქოს ინდუსტრია ინტენსიურად ავითარებს იმ აზრს და შეხედულებებს, ნერგავს ისეთ წარმოდგენებს, თითქოს თამბაქოს ახალი პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი და მათი მსგავსები, არის ნაკლები რისკის შემცველი მოსახლეობისთვის, ხო? ეს რომ ყოფილიყო უფრო, ესე იგი, რეგულაციებით კარგად უფრო, ესე იგი, მიზანმიმართულად ამათზე პასუხი გაცემული, შესაბამისად აკრძალულიყო ეს არასწორი რეკლამირება და პროპაგანდა და ასე შემდეგ. მე გეტყვით, რომ იქამდე ექიმებსაც და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებსაც კი იყენებს ინდუსტრია, აქტიურად ატარებს მათ ტრენინგებს, გადამზადებებს და იმას, რომ შემდეგ უკვე ესე იგი, მოსახლეობას და თავიანთ პაციენტებს ამ ექიმებმა მოუწოდონ, რომ აი სიგარეტის არის ცუდი, ჩვეულებრივი და სხვა პროდუქტები, ელექტრონული სიგარეტი ან გასახურებელი თამბაქო ნაკლები რისკის შემცველია, ან სულაც უსაფრთხოა, ნერგავენ ასეთ აზრს. რა თქმა უნდა, შედეგი იქნებოდა უფრო კარგი, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილიყო.